მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ვიდეო გაკვეთილებს და დღეს ჩვენ განვიხილავთ სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს, ანუ ვირუსებს. ვირუსები მიეკუთვნებიან სწორედ ისეთ ცოცხალ არსებებს, რომელთა შემადგენლობაში უჯრედი როგორც ასეთი სტრუქტურა არ არსებობს. ამის გამო სწორედ ისინი მეცნიერებმა მიიჩნიეს სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებად. ვირუსები როგორც წესი პარაზიტობენ მცენარეული ან ცხოველური უჯრედებში და მათი შესწავლა შესაბამისად შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის დახმარებით. მოდით ნახოთ თუ რა დამახასიათებელი თვისებები აქვთ ვირუსებს. ვირუსები როგორც წესი მხოლოდ მრავლდებიან და ცოცხლობენ სხვა ცოცხალი ორგანიზმის უჯრედებში და დამოუკიდებელი სახით ისინი გარემოში კრისტალების ფორმით გვხვდებიან. რაც შეეხება ამ უკანასკნელ თვისებას, სწორედ ამის გამო, რომ სუფთა სახით ვირუსები კრისტალის სახით ილექებიან, თავიდან მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ვირუსები მიეკუთვნებოდნენ შხამიან ნივთიერებებს და არა ცოცხალ ორგანიზმებს. მხოლოდ გარკვეული შესწავლის შედეგად თანამედროვე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვირუსებიც ასევე მიეკუთვნებიან ცოცხალ ორგანიზმებს, ოღონდ სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებს და ისინი დღეს განიხილებიან როგორც უჯრედის პარაზიტები. მოდით გადავავლოთ თვალი, სწორედ იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელსაც იწვევენ ვირუსები, ეს რა თქმა უნდა გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომელიც გვხვდება ადამიანებში. ეს გახლავთ გრიპი, სურდო, შიდსი, პოლიომიელიტი, წითელა, ყბაყურა, ყვავილი, ჰეპატიტი, ჭუტყვავილა და ასე შემდეგ. ეს ჩამონათვალი ძალიან გრძელია, თუმცა ამ სლაიდზე მოცემულია მხოლოდ ის დაავადებები, რომლებიც ადამიანებში გვხვდება. თუმცა ვირუსები როგორც მოგახსენეთ, იწვევენ დაავადებებს ასევე მცენარეებში, ანუ პარაზიტობენ მცენარის უჯრედებში და იქ იწვევენ ძირითადად სხვადასხვა კულტურაში მოზაიკურ დაავადებას, როგორც არის თამბაქოს მოზაიკის ვირუსი, ასევე ბარდის მოზაიკის ვირუსი და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, მათ შეუძლიათ ასევე ბაქტერიული უჯრედის დაავადებაც, ასეთ ვირუსებს ბაქტერიოფაგებს უწოდებენ. მოდით განვიხილოთ სტრუქტურა ვირუსისა თუ რა რისგან შედგება ვირუსული ნაწილაკი. ეს გახლავთ ძირითად შემთხვევაში ორი ვარიანტი, ან RNA პლუს ცილა, ან DNA პლუს ცილა. ანუ მოგახსენებათ, უჯრედში შესაძლებელია არსებობდეს ორი სახის ნუკლეინის შავა, ეს გახლავთ რიბონუკლეინის შავა და დეზოქსირიბონუკლეინის შავა. სწორედ ვირუსული ნაწილაკი შეიცავს ერთ-ერთ მათგანს, ან DNA-ს, ან RNA-ს თავის შემადგენლობაში. და უნდა მოგახსენოთ ასევე, რომ ეს გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ცოცხალი ორგანიზმი მემკვიდრული ინფორმაციის სახით DNA-ის ნაცვლად შეიცავს RNA-ის მოლეკულას. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვირუსები ამის მიხედვით ორ ჯგუფათაც დავყოთ, ანუ DNA შემცველი ვირუსები და RNA შემცველი ვირუსები. გარედან ორივე შემთხვევაში ვირუსი დაფარულია ცილოვანი გარსით, თუმცა არსებობენ ვირუსები, რომელთაც გარდა ცილოვანი გარსისა გააჩნიათ ასევე სხვა დამატებითი გარსიც. მოდით განვიხილოთ სხვა კლასიფიკაცია ვირუსებისა, ეს უკვე იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად გამოავლენს ვირუსი თავის მოქმედებას. მას შემდეგ, რაც ის შეიჭრება მასპინძელ უჯრედში. ამის მიხედვით სწორედ ორი კლასი არის ვირუსებისა გამოყოფილი, ეს გახლავთ აქტიური და ლატენტური, ანუ ფარული ვირუსები. რაც შეეხება აქტიურ ვირუსებს, ისინი სწრაფად იწყებენ მოქმედებას, როგორც კი შეაღწევენ უჯრედში და შესაბამისად სიმპტომებიც მაშინვე გამოვლინდება. ხოლო რაც შეეხება ლატენტურ ვირუსებს, ისინი მხოლოდ გარკვეულ პირობებში მრავალი წლის შემდეგ იწყებენ თავიანთ მოქმედებას და შესაბამისად სიმპტომებიც შესაძლებელია დიდი ხნის შემდეგ გამოვლინდეს. მოდით განვიხილოთ ის ვირუსები, რომლებიც მიეკუთვნებიან აქტიურ ვირუსებს და მეორეს მხრივ, რომლებიც მიეკუთვნებიან ლატენტურ ვირუსებს. აქტიურ ვირუსებად შეგვიძლია ჩავთვალოთ გრიპის, სურდოს, წითელას, ყბაყურას, ჭუტყვავილას და ასე შემდეგ. კიდევ მრავალი ვირუსი, ხოლო რაც შეეხება ლატენტურ ვირუსებს, ამგვარ ვირუსებს მიეკუთვნება შიდსის, ჰერპესის, C ჰეპატიტის და ასევე სხვა ვირუსები. მოდით ახლა განვიხილოთ ის ვირუსები, რომლებიც პარაზიტობენ ბაქტერიის უჯრედში. ამგვარ ვირუსებს, როგორც მოგახსენეთ, ბაქტერიოფაგები ეწოდებათ.
ბაქტერიოფაგებს თავიანთი დამახასიათებელი სტრუქტურა და აგებულება გააჩნიათ. მათ შემადგენლობაში გამოყოფენ თავის და კუდის ნაწილებს. და ეს ორივე ნაწილი გარედან ცილოვანი გარსით, ანუ ცილოვანი ცილის შალითით არის დაფარული. რაც შეეხება კუდის განყოფილებას, აქ გვაქვს რამოდენიმე გამონაზარდი, რომლის საშუალებითაც ბაქტერიოფაგი ადვილად ემაგრება ბაქტერიის უჯრედის ზედაპირს. მოდით ნახოთ ის მექანიზმი, თუ როგორ შეიჭრება ბაქტერიოფაგი ბაქტერიის უჯრედში და როგორ მოახდენს მის დაზიანებას. ცალკეული ეტაპები მოცემულია ციფრების სახით და თითოეულ ციფრს აქვს თავისი განმარტება. პირველ შემთხვევაში, ანუ პირველ ეტაპზე, ბაქტერიოფაგი ჯერ დაემაგრება ბაქტერიის უჯრედის კედელს, დააზიანებს მას და ამის შემდეგ შეუშხაპუნებს თავის გენეტიკურ მასალას. ეს როგორც წესი გახლავთ DNM. მეორე ეტაპზე უკვე ბაქტერია, უბრალოდ ვირუსი ჩაშენდება ბაქტერიული უჯრედის გენომში, ანუ ბაქტერიულ DNM-ში, ხოლო მესამე ეტაპზე კი იწყება ვირუსის ახალი ასლის დამზადება. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ვირუსი შეიჭრება უჯრედში, იგი თითქოს და იძლევა ბრძანებას, რის შემდეგაც ბაქტერიული უჯრედი მთლიანად გადაერთვება ვირუსული ნაწილაკების სინთეზზე. ანუ იქ აღარ მიმდინარეობს ის პროცესები, რომელიც ბაქტერიული უჯრედისათვის არის დამახასიათებელი და სრულიად ახალი ანუ ვირუსული ნაწილაკების სინთეზი ხდება. რაც შეეხება ბოლო ეტაპს, ეს გახლავთ გარსის გახლეჩვა უჯრედისა, რომელშიც არის შეჭრილი ვირუსი და ახალი ვირუსები, რომლებიც მრავლად არის უკვე წარმოქმნილი, გამოდიან გარეთ და მიემართებიან უკვე სხვა ბაქტერიული უჯრედისაკენ. სწორედ ეს ეტაპები უნდა გაიაროს ვირუსმა იმისათვის, რათა მოახდინოს უჯრედის დაზიანება. გადავიდეთ შემდეგ ვირუსზე, ეს გახლავთ ჰერპეს ვირუსი, გახლავთ ეს DNM შემცველი ვირუსი, ყველასათვის კარგად ცნობილი, რომელიც იწვევს გამონაყარს, ეგრეთ წოდებულ გაციების გამონაყარს ტუჩზე. ჰერპეს ვირუსი, როგორც უკვე ნახეთ, მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ლატენტურ ვირუსებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რჩება ორგანიზმში და აქტიურ ფაზაში გადადის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ორგანიზმის იმუნური სისტემა ქვეითდება. ანუ ეს ის შემთხვევებია, როდესაც ხდება გაციება, გრიპის ურდო ან რომელიმე ან სტრესის შემთხვევაში იმუნიტეტი ქვეითდება და სწორედ ეს გახლავთ პირობა იმისათვის, რომ ჰერპეს ვირუსი გამოვლინდეს, გადავიდეს აქტიურ ფაზაში, რის შემდეგაც იგი მრავლდება და აზიანებს ტუჩის უჯრედებს. რამოდენიმე დღის შემდეგ აღნიშნული ვირუსი კვლავ ლატენტურ, ანუ ფარულ ფაზაში გადადის, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ მან ორგანიზმი ნატოვა. თუ მას კვლავ ექნება ხელსაყრელი პირობა, იგი კვლავ გადავა აქტიურ ფაზაში. რაც შეეხება სხვადასხვაგვარ ვირუსებს, არის ჩამონათვალი მოცემული სლაიდზე, თუ რა სახესხვაობები შესაძლებელია მოგვცეს ვირუსებმა. აღნიშნულ სლაიდზე მოცემულია ცოფის ვირუსი, რომელიც მიეკუთვნება RNM შემცველ ვირუსებს, ყველასათვის კარგად ნაცნობი გრიპის ვირუსი, რომელიც ასევე RNM შემცველია, ბაქტერიოფაგი, რომელიც უკვე განვიხილეთ, შიდსის ვირუსი, რომელიც ასევე RNM შემცველ ვირუსებს მიეკუთვნება, აქ RNM-ის ორი მოლეკულაა მის შემადგენლობაში და ადენოვირუსი, რომელიც ასევე DNM შემცველ ვირუსებს მიეკუთვნება. რაც შეეხება ბრძოლის ხერხებს, თუ რა ბრძოლის ხერხები გამოიყენება ვირუსების საწინააღმდეგოდ. ეს გახლავთ ვაქცინა, რომელიც ჯერ კიდევ 1796 წელს გამოიგონა და შექმნა ედუარდ ჯენერმა. იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული დაავადების ყვავილის საწინააღმდეგოდ. ედუარდ ჯენერმა, რა თქმა უნდა, არ იცოდა თუ რასთან ჰქონდა საქმე, თუ რა გამოიგონა, ეს თვითონ მისთვისაც არ იყო ბოლომდე დადგენილი. ეს რა თქმა უნდა მოგვიანებით ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ დადგინდა, რომ ეს იყო სწორედ ვაქცინა, რომელიც თავისთავად წარმოადგენს დაზიანებული ან მკვდარი ვირუსისაგან მიღებულ ინექციას. რომელსაც, რა თქმა უნდა, უკვე დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია. და დღესდღეობით შესაძლებელია ითქვას, რომ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ვირუსებთან საბრძოლოდ სწორედ წარმოადგენს ვაქცინა, სწორედ რომელიც თავდაპირველად ედუარდ ჯენერმა გამოიგონა.
ასე რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვირუსებზე, შემდგომ გაკვეთილზე ჩვენ უკვე გადავინაცვლებთ პროკარიოტებისკენ და განვიხილავთ პროკარიოტულ უჯრედებს, კერძოდ ბაქტერიებსა და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს. დღეს კი დაგემშვიდობებით, მადლობთ ყურადღებისათვის.